ის საზარელი დანაშაული, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის წინააღმდეგ, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და შეძლეს ქართული საზოგადოება. შეერაღებული თავდასხმის ამბავი, რომელიც ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრმა 2013 წელს საზარელ დანაშაულად შეაფასა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. 26 მაისს 18 წლის გიგი სვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის იმ დროს მოქმედმა მაღალჩინოსანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული პოლიციელი შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის გელა გელაძის მამა დავით გელაძე იყო. მაშინის თბილისის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. სამართალდამცავებს ეკუთვნით მადლობა, რომ გამოავლინეს სავარაუდო დამნაშავე ამ საქმეზე და რაც ყველაზე მთავარია, პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას. სასამართლომ შეუფარდა გირავა. 2013 წლის 11 ივნისს პოლიციამ ორი კვირით ადრე ჩადენილი დანაშაულისთვის გელა გელაძის მამამ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ახალგაზრდა კაცზე შეერაღებული თავდასხმის გასაიდუმლოებული ამბავი ოპოზიციამ გამოაშკარავა და ბრიფინგს იაწყობდა. ბრალი არასათანადო წაუყენა იმ თავითვე, ანუ სხეულის განზრახ დაზიანება, როცა საქმე გვაქვს აშკარად მკვლელობის ცდელობასთან. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, როგორ ჩაფარცხეს ახალგაზრდა ბიჭზე შეერაღებული თავდასხმის ამბავი, რომლის მთავარი ფიგურანტიც შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის გელა გელაძის მამაა. მოქმედი მინისტრი ჩვენ გვიდასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრს დადასტურებული ბრალის მიუხედავად ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია და ახლა უკვე ნასამართლეობაც აღარ აქვს. ბატონ გეკაპ, მაქვს კითხვები ბატონ დათოსთან დაკავშირებით. 2013 წელს გიგი სვანის დაჭრის ფაქტზე. როგორ დაიხურა საქმე ისე, რომ პასუხისგებაშიც არ მიცემულა ბატონი დათო? ნახეთ, დღეს დავითი ნასამართლობის არ მქონია. რაც შეეხება 2013 წელს მაგ სამწუხარო ფაქტს, მათ ოჯახურ ტრაგედიასთან იყო რაღაც დაკავშირებული და კანონის სრული უზრუნველყოფით წარიმართა პროცესები. 2013 წლის 26 მაისს ყიფშიძის ქუჩაზე კობახიძის კაბინეტის შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის გელა გელაძის მამა მანქანით გადაადგილდებოდა. გიგი სვანის ბები აყვება, რომ იმ დროს პოლიციელმა ქუჩაში მდგომი 18 წლის გიგი სვანი ლამის გაიტანა. მიდიოდნენ და ჩაუქროლა მანქანით და რა ვიძიამ კლაო დაუძახია და გადმომხტარა მთვრალი მანქანი, საერთოდ ჩიზოიდია კაცი. და ეს კაცი როგორ არის თანამდებობაზე ძალიან ბავშვი გადარჩა, თავში ესროლა და მერე მკლავშია დაჭრილი. ამის შემდეგ მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდა. დავით გელაძემ ახალგაზრდა ბიჭს საქმის გარჩევა მოუწყო და იარაღი ყიფშიძის ქუჩაზე ამ ავტოფარეხებთან ესროლა. აქ დღემდე ახსოვთ გახმაურებული კრიმინალური ისტორია, როდესაც გაიგეს, რომ კრიმპოლის მოქმედმა მაღალჩინოსანმა ახალგაზრდა ბიჭი გაწირა. ზაფხულში იყო მგონი წასული ვიყავი მაშინ. გავიგე რა ვიღაცამ და ამერიკა ვიღაც დაჭრეს რაღაცა ტელევიზიის მოვისმინე რაღაც იყო. რა ადგილი იყო დაახლოებით? როგორც აქედან, აი არ გააჩერო რო აწერია. ეგე როგორც დგას ერთი გარაჟი ხო დარჩენილი. დიახ, ნანგრევი. იმ ერთი გარაჟის გაყოლებაზე აქეთ იყო დანარჩენი. მან სათვალთვალო კამერები არ იყო? არა, მაშინ სად იყო კამერები? მერე დააყენეს აქ ნაგავი რო არ ჩაღარ უნდა ისიც მოხსნეს ახლა. პოლიციელმა დაჭრაო რაღაცა. ერთი ბიჭი იყო დაჭრილი, რაც გაიგეთ? მე მგონი ხო რაღაცა დაჭრეს რა, გამიგია ეგ იყო რა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად დაჭრილი ახალგაზრდა კრიმპოლის მაღალჩინოსანმა დავით გელაძე მიატოვა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. შაბათის გუნდმა გიგი სვანი იპოვა. ის გვიდასტურებს, რომ დაჭრილი კლინიკაში მეგობრებმა გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ვინ გამოგიძახა თვითმხილველებმა? არავის არ გამოუძახია სასწრაფო. რესპუბლიკურში როგორ მოხვდით 22 საათზე და 40 წუთზე? თქვენ თვითდინებით გადახვედით. ვინ გადაგიყვანა? მეზობელმა, მეგობარმა, თვითმხილველმა. ანუ ავტოფარეხებთან მოხდა შემთხვევა, სადაც სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები საერთოდ არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშინაც არ იყო განთავსებული. დიახ. არ იყო, დიახ. და ადგილი დატოვა, მას შემდეგ რაც დაგჭრათ, ხო? მიგატოვოთ თქვენ დაჭრილი. რავი, დამჭრა და წავიდა კი. დანაშაული 26 მაისს მოხდა, თუმცა დავით გელაძემ, რომელიც იმ დროისათვის ხელისუფლებაში ახლად მოსული ქართული ოცნების გუნდთან დიდი გავლენებით სარგებლობდა, ამბის ჩაფარცხვა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ახალგაზრდა ბიჭის დაჭრის ფაქტი გაახმაურეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიტყუა, რომ გელაძე მათი თანამშრომელი არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ნინო გიორგობიანი
პირველ შეკითხვებზე პასუხობდა მარტივად, რომ დავით გელაძე არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც მას წარედგინა თავად დავით გელაძეს მიერ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მის სამუშაო ადგილად მითითებულია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მან თქვა, რომ ის მართლაც მუშაობდა კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსად და გათავისუფლებულია საკუთარი პატაკის საფუძველზე 1 ან 2 კვირის წინ. შესაძლოა უნდა დააზუსტოს აუცილებლად გელაძის მიერ თანამდებობის დატოვების ზუსტი თარიღი. თუ ეს თარიღი აღმოჩნდება დანაშაულის თარიღზე ადრე დაფიქსირებული, მაშინ გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში გელაძე თავად ასახელებდა, რომ ის იმ მომენტში მუშაობდა ამ თანამდებობაზე, მაშინ უნდა დაიშვათ დოკუმენტის გამყალბებლის პასუხისმგებლობის საკითხი. ხოლო დანაშაულის ჩადენიდან 16 დღის შემდეგ საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის მამა და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი დაეკავებინა. ბრალი დავით გელაძეს 117 მუხლის წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა გელაძე სასამართლოს დარბაზიდან 15,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. თქვენი დაჭრის ფაქტზე ერთი დღეს კი არ ყოფილა საჯელახსრულების დაწესებულებაში. როგორ დაალაგა გელაძემ ეს ფაქტი? უმძიმეს დანაშაულში ედავებოდა მას გამოძიება. დიახ, ოჯახი გაჩუმდა? მე რა ვიცი, როგორ და გაჩუმდით მაშინ ბატონო გიგი? არ ვიცი. რატო დამალა მაშინ თქვენმა ოჯახმა ეს ფაქტი? მხოლოდ ბებიამ ისაუბრა. ბებიამ დაადასტურა, რომ თქვენ იყავით დაჭრილი დავით გელაძის მიერ, ხო რაც ფაქტია. მე რა ვქნა? სისხლის სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობდა ამ ადამიანის წინააღმდეგ უმძიმესი მუხლით, რაც ითვალისწინებდა მინიმუმ 5 წლით ვადით ციხეში ყოფნას. 117. ძალიან კარგად ვიცი, როგორი კვალიფიკაციაც ჰქონდა და როგორ საჭირო ჩავთვალე, ისე გავაკეთე. გიგი სვანი დღეს მომხდარზე აღარ საუბრობს. შაბათის ეთერი დაინტერესდა, როგორ დაალაგეს პროკურატურასა და სასამართლოში დავით გელაძის საქმე ისე, რომ მას არც ერთი დღე პატიმრობაში არ გაუტარებია. კონკრეტული საკითხები იყოს და შეგიძლიათ უკვე დავითანაც გაიაროთ. რაც შეეხება ნასამართლეობას, უკვე არ არის ნასამართლები. როგორ გაქარისყდა ნასამართლეობა? ნახეთ, კანონის სრული უზრუნველყოფით წარიმართა პროცესები და დასრულდა. ამ ადამიანს 2 ოპერაცია ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ფაქტიურად სიკვდილს ვლივს გადარჩა. გუშინ ვესაუბრე ბატონ გიგისმე და მითხრა რომ არ უჩივლია თქვენი ოჯახისთვის 15,000 გირაოს ანაცვლოდ. როგორ გამოვიდა ადამიანი, არც კი ჩამჯდარა საჯელახსრულების დაწესებულებაში. ბრალი წარდგენილი იყო. და შესაბამისად კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კანონის სრული უზრუნველყოფით წარიმართა პროცესები. თქვენ მინისტრის თანამდებობა მოქმედი მინისტრი პოლიციელი მამის მიერ ახალგაზრდა კაცის დაჭრის ფაქტზე სასაუბროდ მამასთან გვამისამართებს. დავით გელაძე ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული მინი ოლიგარქის ვანო ჩხარტიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. კერძო დაწესებულებაა. ბატონ დათოსთან ვართ. ვინ არის ბატონო? დათო გელაძე. არ არის, სად არის? არ ყოფილა დღეს სამსახურში? თქვენ ხო დათოს თანამშრომელი ხართ? ესენი იშვიათად არიან. თქვენ ხო პირადად ბატონი დათოს თანამშრომელი ხართ? თქვენი უფროსი არ არის ბატონი დათო? ხო, კი. კი, თქვენი უფროსია ბატონი დათო. თქვენ ხართ ბატონი დათოს დაქვემდებარებაში. როდის იყო ბატონი დათო ბოლოს სამსახურში? აიხანი არ ყოფილა. სად არის მისი სამუშაო არეალი? მე ვინ მეუბნება. დავით გელაძე ჩვენ არც სამსახურში და არც საცხოვრებელ მისამართზე არ დაგვხვდა. ახლა მან უნდა გასცეს კითხვას პასუხი მძიმე დანაშაულში მხილებული პირი, როგორ გადაურჩა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მასთან საპროცესო გარიგება დაედოთ თუ რა ვითარებაში გაქრა მისი დოსიედან ამბავი ნასამართლეობის შესახებ. როგორ წანდებით, მოგესალმებით. ბატონ დათოსთან დაკავშირებით უნდა გითხოთ. სამსახურეობრივი არაღით დაჭრა 18 წლის ახალგაზრდა და როგორ დაალაგა საქმე ისე, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ არ დაიწყო. როგორ დაიხურა საქმე? ადამიანი დაჭრა ცეცხლსასროლი არაღით თქვენთან უბანში. რომ დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი თქვენთან უბანში, ხო იცით? თქვენმა მეუღლემ, როგორ არ იცით, გახმაურებული ამბავი იყო, მისი სამსახურეობრივი მდგომარეობა შეეწირა ამ ფაქტს. ქალბატონო ყველა, როგორ შეიძლება გავესაუბროთ ბატონ დათოს? შეგიძლიათ დაგვაკავშიროთ? ამის შემდეგ გელა გელაძის მამა ჩვენთან კავშირზე გამოდის, თუმცა ის არ გვპასუხობს, როგორ დაალაგა საქმე და როგორ შეწყდა მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რომელსაც თეა წულუკიანი საზარელი დანაშაულის კვალიფიკაციას ანიჭებდა.
ბატონო დათო, თქვენთან გვინდა შეხვედრა, თუ მოიცლით? ვინახარ? მე თავდაპირველიდან გაწუხებთ. ხო ვერ მოიცლიდით დღეს? არცალია თქვენთვის. არა მგონია გამოგადგე რამეში. როგორ არ მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორ დაალაგეთ ეს საქმე, რომ თქვენ საერთოდ არ ჩამჯდარხართ საჯარო ახსოვლების დაწესებულებაში? როგორ გააყალბეთ მტკიცებულებები გიგის ვანის საქმეზე? წერია ყველაფერი და გაეცანი. ბატონო დათო, რატო დაჭერით ახალგაზრდა მამაკაცი? სიკვდილს ის სასწაულით გადაურჩა. გიგისვანი გვიდასტურებს, რომ მან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო და თავად პოლიციელიც ამოიცნო. მე ვიყავი ამოცნობაზე, დავაფიქსირე ჩემი აზრი. ბატონო გიგი, ოჯახთან აწარმოა თუ არა მოლაპარაკებები დავით გელაძე იმ დროისათვის, როდესაც თქვენ იყავით დაჭრილი? არ ვიცი. ანუ თქვენ საჩივარი მის წინააღმდეგ არ დაგიწერიათ? არა, არ მიჩვენე. 15,000 ლარიანი გირაოს ანაცვლოდ უნდა გამოსულიყო ის საჯარო ახსოვლების დაწესებულებიდან. პროკურატურა დაკავებას ითხოვდა. ანუ დაალაგა გამოდის გელაძემ თქვენი დაჭრის ფაქტი. ლამაზად. თქვენ ვინ გითხრათ რომ არ უნდა გეჩივლათ მის წინააღმდეგ? არა, ვის უნდა ეთქვა მე ჩემი აზრი გამოჩნია. 18 წლის ბრძანდებოდით. ყოველი ადამიანი ვიყავი. და თქვენ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება რომ არ უნდა გეჩივლათ დავით გელაძის წინააღმდეგ? მე არავის არასდროს არავისთვის არ მიჩივლია. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ დავით გელაძეს საპროცესო გარიგება პროკურატურამ 2014 წლის 26 მარტის განაჩენით გაუფორმა. მას 3 წლით პირობითი მსჯავრი და 15,000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. გელაძეს 15,000 ლარი გირაოს სახით გადახდელი ჰქონდა და ეს თანხა ჯარიმად გაუწერეს. თბილისის მაშინდელი პროკურორი მიშა შაყულაშვილი ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორ გაფორმდა გახმაურებულ საქმეზე საპროცესო გარიგება. 2014 წელს რა პირობებით გაუფორმეთ საპროცესო დავით გელაძეს კრიმპოლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. დავით გელაძეს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მამას. იმ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და მე ვიყავი მაშინ ქალაქის პროკურორი. ქალაქის პროკურორი როგორც ასეთი პირადად არავის არ უკეთებს საპროცესოებს რა. ყავს რაღაცას ქალაქის მასშტაბით 175 პროკურორი, რომელიც შესაბამისად უფლებამოსილია რომ აკეთოს საპროცესო გარიგებები და ეგეთი ფაქტი ეხლა გელაძე და რაღაცა ნამდვილად არ მახსოვს. რამდენიმე თვეში მას შემდეგ რაც თქვენ ხდებით თბილისის პროკურორი უფორმდება სწორედ ამ ადამიანს საპროცესო მაშინ როდესაც დაახლოებით 7 თვით ადრე თეა წულკიანი იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი ამ დანაშაულს საზარელს უწოდებს და ამბობს რომ პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებაზე პატიმრობის სახით შევიდა. რა შეიცვალა ამის შემდეგ? რომ მახსოვდეს აუცილებლად გეტყოდით. ქონდა თუ არა 3 წელი პირობითი გეკა კელაძის მამას? მე ქალაქის პროკურორის დროს დაახლოებით 10,000 ბრალდებული გადიოდა წელიწადში ჩემ ხელქვეშ, საიდანაც რაღაცას 8,000 უფორმდებოდა საპროცესო და 2,000 არსებითად თავდებოდა. მაგდენი ფიზიკურად ადამიანი არ არსებობს, რომელიც მაგდენს დაიმახსოვრებდა. დაზარალებული ახლა არც ადასტურებს და არც უარყოფს იმას, რომ გელაძე მისი დაჭრის შემდეგ ოჯახზე ზეწოლას ახორციელებდა. სატელევიზიო კამერების წინ დღეს ამ თემაზე საუბარი აღარ სურთ. 18 წლის გიგის სიცოცხლის გადასარჩენად მაშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 ოპერაციის ჩატარება დაჭირდა.